რამდენი ქართველია მთელ მსოფლიოში? ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტი ქართველი საქართველოში ცხოვრობს. ეს რიცხვი ბოლო მონაცემებით 3.455.000 ადამიანია. ოფიციალური მონაცემებით თურქეთში დაახლოებით 50,000-დან 65,000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. გაცილებით დიდია ეგრეთ წოდებული ჩვენებულების რაოდენობა. სხვადასხვა შეფასებით მათი რაოდენობა, ვინც ქართულ იდენტობას ინარჩუნებს, 1,000,000-დან 1,500,000-მდეა. რუსეთში 40,000-დან 60,000-მდე საქართველოს მოქალაქე და დაახლოებით 160,000 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. სხვადასხვა მოსაზრებით კი მათი რეალური რიცხვი შეიძლება 250,000-საც აჭარბებდეს, რაც ოფიციალურ აღწერებში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხვდება. საბერძნეთში ოფიციალური სტატისტიკით 85,000-მდე ქართველი ცხოვრობს, ხოლო სხვადასხვა შეფასებით ქართველების რიცხვი 150,000-დან 200,000-მდე მერყეობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ამჟამად ზუსტი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ უკრაინაში 10,000-მდე საქართველოს მოქალაქე, ხოლო 20,000-მდე ეთნიკურად ქართველი უნდა ცხოვრობდეს, ჯამში 30,000 ქართველი. იტალიაში დიდი სხვაობაა ოფიციალურ სტატისტიკასა და რეალურ რაოდენობას შორის, რადგან იტალიაში შრომითი მიგრანტების დიდი ნაწილი არალეგალურად არის დასაქმებული. აქ ლეგალურად დაახლოებით 30,000 ქართველი ცხოვრობს, ხოლო სხვადასხვა შეფასებით ქართველების ფაქტობრივი რაოდენობა 100,000-დან 120,000-მდე მერყეობს. ესპანეთში ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 50,000 ქართველი ცხოვრობს, ხოლო რეალური შეფასებით ქართველების რაოდენობა 90,000-მდე უნდა იყოს. საფრანგეთში ლეგალურად 30,000-მდე ქართველი ცხოვრობს. ამას ემატება დაახლოებით 25,000 არალეგალი ან თავშესაფრის მომგოდინე. ასევე 35,000-ზე მეტი პირველი რესპუბლიკის ოკუპაციისას ემიგრირებულ ქართველთა შთამომავალი და სხვა ეთნიკურად ქართველი საფრანგეთის მოქალაქეები. ჯამში 90,000 ქართველი. გერმანიაში ოფიციალური რეგისტრაციის მიხედვით 75,000-მდე ქართველი ცხოვრობს, ხოლო არალეგალური შრომითი მიგრაციის გათვალისწინებით ფაქტობრივი რაოდენობა შესაძლოა 100,000-ს აჭარბებდეს. ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ევროპის დანარჩენ ქვეყნებში ქართველთა რაოდენობა სხვადასხვა შეფასებით 150,000-დან 200,000-მდე მერყეობს. ისრაელში ოფიციალურად 20,000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო რეალური რიცხვი შესაძლოა 30,000-მდე აღწევდეს. აქ რა თქმა უნდა საკმაოდ დიდია ქართველ ებრაელთა რაოდენობაც, მათი რიცხვი 100,000-დან 120,000-მდე უნდა იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად 50,000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა არალეგალური მიგრაცია. სხვადასხვა დათვლებით ბოლო წლებში ამერიკაში 30,000-დან 50,000-მდე ქართველი შევიდა. ასევე დიდია ამერიკის მოქალაქე ქართველების რიცხვი. საერთო ჯამში ამერიკაში დაახლოებით 150,000 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, გამოკლებით შტატებისა, ჯამში 15,000-მდე ქართველი უნდა იყოს. აქედან ლიდერია კანადა, დაახლოებით 12,000 ადამიანი. ირანში ქართველებს საკმაოდ დიდი სათვისტომო აქვთ. აქ ძირითადად არიან ფერეიდნელი ქართველები. მათი რიცხვი, ვინც ქართულ იდენტობას დღემდე ინარჩუნებს, დაახლოებით 80,000 უნდა იყოს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის ბელაქნისა და ზაქათალას რაიონებში ცხოვრობს 15,000-მდე ინგილო ქართველი. ვიდეოში ჩამოთვლილ ქვეყანათა გარდა, აზიის სხვა ქვეყნებში ჯამში 15,000 ქართველი ცხოვრობს. ქართველთა რიცხვი მსოფლიოს სხვა ნაწილებში შედარებით მცირეა. ავსტრალიასა და ოკეანეთის რეგიონში ჯამში 3,500-მდე ქართველი ცხოვრობს, ხოლო აფრიკის კონტინენტზე მცხოვრებ ქართველთა რიცხვი დაახლოებით 1000 ადამიანს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელს მსოფლიოში ცხოვრობს დაახლოებით 5,800,000-დან 6,600,000-მდე ქართველი. ვინაიდან ჩვენ ხელთ ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, ასევე შესაძლოა ზოგიერთ მონაცემში იყოს თანაკვეთა. ეს ყველაზე მიახლოვებითი რიცხვებია, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ.